ოდესღაც როგორც იქნა დასავლეთი, რომელიც ათეული წლების განმავლობაში საპირისპირო რაღაცა სიგიჟეებს ამკვიდრებდა, მათ შორის აგრესიულად ამას ითხოვდა სხვებისგან. დღეს ამერიკა თავის მოკავშირეებს უტევს იმის გამო, რომ ისინი იცავენ ძველ ლიბერალურ წესებს. ანუ ამერიკა უკვე აგრესიულად სხვა რაღაცას თხოვს. კონსერვატიზმს თხოვს უკვე აგრესიულად ამერიკა. მათ შორის საკუთარი საზღვრების დაცვას, საკუთარი კულტურული იდენტობის დაცვას. ამ დროს, როდესაც ჩვენ მოგვეცა როგორც იქნა შანსი რომ ჯანსაღ ღირებულებებზე, რომელიც ისედაც ორგანულია და ავთენტურია ჩვენთვის, იმის ნაცვლად რომ ამის მაგალითი ყოფილიყავით და საქართველოს სერიოზულ გავლენებს მოიპოვებდა ამით. ძალიან ცნობილი გახდებოდა მაგ ქვეყნებში. ამის ნაცვლად ქართული ოცნება, როდესაც ამის შანსი გაჩნდა, იმებს ქალაქებს აშენებს, სადაც უნდა ჩაასახლონ უცხოელები და დემოგრაფიული სურათი უნდა შეიცვალოს. ადგილობრივი ქართველების რაოდენობა მცირდება, ყოველ წელს რაღაც საშინელი დემოგრაფიული სურათია, სიკვდილიანობა უსწრებს შობადობას, არანორმალური მიგრაცია ქართველების უცხოეთში, სამაგიეროდ სხვების სახებიან და აი ამას აკეთებს ქართული ოცნება და ვინც ამას უპირისპირდებით, ხელისუფლება ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს იყენებს ჩვენს წინააღმდეგ.